2024 წელი იყო ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური ჩვენთვის. თქვენთვის 2024 და მანამდე, რითი განსხვავდება? ჯერ იმით განსხვავდება, რომ ჩვენ 2024 წელს გავიხარეთ, საბოლოოდ როგორც იქნა, გავიხარეთ და ჩემი თაობის კომენტატორი ვარ, ჟურნალისტი თუ გულშემატკივარი არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფაქტი იყო საკუთარ თავში იმ რწმენის გამყარება, რომ ამდენი ხანი ვამბობდით, რომ ქართულ ფეხბურთს მეტი ეკუთვნის, ქართულ ფეხბურთს მეტი შეუძლია და ძალიან ბევრი სკეპტიკოსი ან ფეხბურთში ჩაუხედავი, ან სპორტში ჩაუხედავი, ან რა ვიცი მე რაღაც აი სულ ეძახიან თვითგვემას მიცემული, რომ რატო უნდა მოუგოთ ლუქსემბურგში კარგი ცხოვრება, რატო უნდა მოუგოთ ვიღაცას. ესეთი ხალხი უმეტესი ნაწილი იყო და სულ ამბობდა, რომ რა გიყვირთ, რომ წავაგეთ, რატო წავაგეთ და ხანდახან იცი რა, ჩემ თავში ეჭვმეპარებოდა, რომ იქნებ ეს ხალხი ხო არ არიან მართალი და არ არის ჩვენი თამაში ეს ფეხბურთი. არა და რანაირად ეხა რა ვიცი ეხა ყიფიანი გუცაევი, შენგელია, ჩივაძე ყველა მოედანზე მყავს ნანახი და წარმოუდგენელი იყო თბილისის დინამო რომ თამაშობდა ვინც გიდა მეტოქე ყოფილიყო სტადიონზე მივდიოდით და ვიცოდით რომ მოვიგებდით. თუ ვერ მოვიგებდით ძალიან ნაწყენი და გაკვირვებული მოვიდიოდით იქიდან. ხო და ამ თაობაზე გავიზარდეთ, ეს ვნახეთ. მე ის არაჩვეულებრივი თაობა გვყავდა, ეხა კინქლაძის თაობას რო ეძახით, არველაძეები, ჯამარაული, რა ვიცი მე, ნემსაძე, საოცრად ტექნიკურები, ქეცბაია, ეს ფეხბურთელები, მე ვფიქრობ, რომ ისინი იმსახურებდნენ ფინალურ ეტაპზე გასვლას, მაგრამ გამოუცდელები ვიყავით, მაშინ როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ისე ქვეყანა არც იყო სამაგისო პირობები, ეხლა ხანდახან მოთამაშეები მიდიოდნენ რაღაც ჩარტერი და ის ხო არ იყო რაღაცა გზებით და უჭმელები და ფორმები ჩვენ ლეგიონერებს ჩამოქონდა და უამრავი ისეთი ნიუანსი იყო, რომ გამარჯვებისთვის არ ყოფნი და რაღაც და გული დამწყდა, რომ ის თაობა ვერსად ვერ გავიდა, მაგრამ მეორე ხა იმასაც თუ გადავხედავთ, ხო ერთა ლიგა რო ყოფილიყო ის თაობაც გავიდოდა რა. ეხლა გასაგებია ეს ამ ბიჭებმა გმირობა ჩაიდინეს და არანორმალური სიხარული მოგვანიჭეს, მაგრამ იმ თაობასაც არ დაუკავოთ. არ იყო ის ნაკლები ბიჭები. უბრალოდ მაგდროს ინგლისი და იტალია და გერმანია და რა ვიცი საფრანგეთი ყავდა სულ ჯგუფში და ვერ უგებდით იმათ თორე ეხლა ყაზახეთი და ლუქსემბურგი რო ყოლოდა ის ბიჭები ხუთი თნოლებს მოუგებდნენ და გავიდოდნენ. გარწმუნებული ვარ ამაში. ხო და აი ამ თაობა მე იქ რო ვერ გავედით, კიდევ უფრო მეტი ნიჰილიზმი, კიდევ უფრო მეტი ის რომ აი არა ფეხბურთი აღარ არის და რაგბია ჩვენი თამაში და რა თქმა უნდა რაგბიც მიხარია და ყველანაირი სპორტი ვინც გაიმარჯვებს, მაგრამ ნომერ პირველი სპორტი საქართველოში ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ვამბობ რომ არის ფეხბურთი, ხო, იმიტომ რომ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჩვენ ქვეყანაში ამ სპორტს ყავს და სანამ ფეხბურთი არ იქნება წარმატებული, ბოლომდე ვერ ვიტყვით, რაც არ უნდა ოლიმპიელები ყავდეს, ტალახაძე მაწიოს, ყველაზე მძიმე რა ქვია, შტანგა და მოჭიდავეებმა და ძიუდოისტებმა გაგვახავენ, ფეხბურთმა როგორც კი მოგვაგებინა, ესეთი არნახული სიხარული და რა ვიცი დღესასწაული ხო არ ყოფილა რა. და მე აი ეს 13 მაისიც მახსოვს და ესეც მახსოვს და ეხა მიხვდა ეს თაობა სულ რო გვაძახებდნენ რომ რა გაგვიწყალეთ იმ 13 მაისით გული და რა რით ვერ დაივიწყეთ. ვერ დავივიწყებთ, არ დავივიწყებთ, იმიტომ რომ აი ესეთი 13 მაისებით გვიყვარს სპორტი და ეხა ეს დღეებიც გავედით იმ ევროპაზე, მე იქ რომ მოვიგე, მთელი ქვეყანა წავიდა გერმანიაში, ხო? რა ხდებოდა? რა ვიცი, ამიტომ გვიხარია და ამიტომ გვიყვარს სპორტი და ეს იყო ჩემთვის 2024 წელი პირველ რიგში ის რომ მე ამ ბიჭებს ვუხდი მადლობას რომ ჩემი თავში ის რწმენა განმემტკიცეს რომ ამდენი წელი მართალი ვიყავი რომ ფეხბურთი აუცილებლად უნდა გასულიყო. ძალიან საინტერესო არის რომ აი ადრე ეხა 2-3 წლის უკან აი ფეხბურთელებს ვერ ცნობდნენ და დღეს ბილეთსაც ვერ იყიდი და ძალიან საინტერესო სტატუსებს ვკითხულობთ ხოლმე და არის იქ შეტაკებები იმის გულშემატკივარი, ამის გულშემატკივარი, აბა თუ ოდნავ გააკრიტიკე, იმიტომ რომ ანუ სპორტულ ჟურნალისტებს და კომენტატორებს და ანალიტიკოსებს კიდე სხვანაირად ხო ესმით ფეხბურთი რაღაცა შეიძლება ყვარა მამარდან რაღაცა გააკრიტიკო ვთქვათ რაღაც არ ვიცი ტექნიკურად ან რაღაცა და ეპიზოდში და აი უცებ შეიძლება მთელი ერი დაგესხოს თავს. ამას უკვე ამდენი წელია მივეჩვიეთ განსაკუთრებით მას მერე რაც სოციქსელები გახდა აქტუალური, ხო? და საერთოდ საქართველოში ასე ამბობენ რომ ნებისმიერი ადამიანი
მზად არის რომ ჩაიბაროს ქვეყანა და გახდეს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი და აქვს თავისი სამოქმედო გეგმა და ნებისმიერი მამაკაცი და უკვე ქალბატონებიც რო გააჩერო ქუჩაში შეიძლება ჯიბიდან მომავალი მატჩის შემადგენლობა ამოიღოს რომ აი ეს უნდა გავიდეს ძირითადში და ამიტომ ყოველთვის ეჭვიანობენ სპორტულ კომენტატორებზე და სპორტულ ჟურნალისტებზე იმიტომ რომ თვლიან რომ თვითონ უკეთესად ესმის და ეს კარგია განაცუდია გულშემატკივარი ეგეთი უნდა იყოს და ამ დროს აქ ვიღაც სხვა დამჯდარა და თავის მოსაზრებებს ლაპარაკობს და ამას აქვს სურვილი იგივე ქნას და ვიღაც სხვა აკეთებს და ეჭვიანობს. გაიგე, როგორც ვთქვათ, ბევრი ბიჭები, ვთქვათ, ბრედ პიტი არ უყვარდათ, იმიტომ რომ როგორ ხა ანჯელინა ჯოლი ყველას მოწონს და იმან ბრედ პიტი ერჩია და უნდა რაღაცა მოუძებნონ, რომ ცოტა წყნარად დაიძინონ. არის ეს კომპლექსები და გულშემატკივარი რაც შეეხება სპორტის არის ეგოისტი პირველ რიგში ვერ იქნება ობიექტური, იმიტომ რომ უნდა უყვარდეს თავის გუნდი და თავის მოსაზრება და ამას მივეჩვიეთ, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ზედმეტი რაღაც აგრესიულობა და უზრდელობა არ ვარგა არაფერში და ისე ეხლა კრიტიკა თუ იტყვიან იმას შეეშალა, ამას შეეშალა, რა თქმა უნდა ეხლა ჩვეულებრივი ამბავია მივიღებ და ვერ ცნობდენო ეხლა მე უფრო ადრეც გეტყვი სიტყვაზე აი ეხლა ძალიან კარგი რომ ქვეყანაში სპორტი წამოვიდა წინა პლანზე და ეს რაზე არის დამოკიდებული არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული ქვეყნის პირველ პირს ან მთავრობაში მყოფ ადამიანებს უყვართ თუ არა სპორტი ნებისმიერი მთავრობა უნდა ხვდებოდეს რომ ჩვენი ქვეყნისთვის სპორტი არის ერთ-ერთი მამოძრავებელი რამ და ჩვენი სავიზიტო ბარათი და რა ვიცი ჩვენი სპორტსმენები ჩვენი ელჩები არიან სამწუხაროდ ეხლა ისეთი პერიოდი რომ კინო და ხელოვნება და მუსიკა შეიძლება არ იყოს იმ დონეზე, რომ თქვა სავიზიტო ბარათად იქცეს. კი, ჩვენი ისტორია და ბევრი რაღაცა გვაქვს ისეთი, რომელიც გამოგვადგება, მაგრამ თანამედროვე ყოფაში ყვარაცხელიასნაირი ცნობადობის ადამიანი საქართველოში არ ყავს ეხლა ვაღიაროთ, ხო? რომ გავა იქ ყვარაცხელია და ყველა მიცის და იქ იტალიაში პიცას უფასოდ გაჭმევენ და ალბათ ეხლა უკვე პარიზშიც და ნუ რა ვიცი, აი ესეთი ადამიანი არ ყავს, რომ ყველა მიცის. ჯერ მაგ გვარს როგორ ამბობენ ეგეც გასაკვირია ხო და უნდა ამას მივეჩვიოთ და უნდა ვაღიაროთ და არ უნდა შურდეთ პოლიტიკოსებს რომ ქვეყანაში უფრო პოპულარული ეს ყველგან ეგრე ყველა ქვეყანაში სპორტსმენი უფრო პოპულარულია ვიდრე პოლიტიკოსი და რატო უნდათ რომ აქ პირიქით იყოს ვერ ხვდები უნდა იყვნენ პოლიტიკოსები მსახიობები მომღერლები უფრო პოპულარულები ვიდრე პოლიტიკოსი ხა რა ვიცი სხვა ქვეყნების შედარებებს არ შეუდგები თქვენ თვითონ გადახედეთ და არგენტინელსაც ვერ გავიხსენებთ მესის გარდა ამეთავსე, ანუ სხვა გინდა მესი, გინდა მარადონა, რომელი პრეზიდენტის გვარი შეიძლება იცოდეს არგენტინელი, ხო, ან თვითონ არგენტინაში მეტი უყვარდეს. ეგ კი არა. ეხლა დოღების მოყვარული ვარ და სეკრეტარი იყო ესეთი ცხენი 73 წელს სასწაულები იქნა ამერიკაში. თელ იმას ამერიკას ისე უყვარდა და თელ მსოფლიოს ეს ცხენი, რომ ნიქსონი იყო პრეზიდენტი და გამოკითხვაში ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ადამიანის გამოკითხვაში ცხენმა გაასწრო პრეზიდენტს წარმოიდგინეთ რა და ეხა საინტერესოა ის რომ აი ცნობადობა სწორი არის იმიტომ რომ მეც მაგის მომხრე ვარ რომ სპორტსმენს ყველა უნდა ცნობდეს უნდა აფასებდეს რაღაცა შოუები როა ხოლმე ხო იცი სატელევიზიო აი უცნობი ადამიანები რომ მოდიან და მე რაღაც ოთახში იმყოფება სახელები ვიცი, მაგრამ არ მინდა ახლა დავასახელო. კარგია, განა ვამბობ, რომ არ უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება, რომ რაღაცა ორკვირიანი შოუს მონაწილე უფრო პოპულარული იყოს ქვეყანაში, ვიდრე ტალახაძე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი. იმას ყველა ცნობს და ამას ვერა იყო ეს პერიოდი. და ეხლა გეთახმები, რომ მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელსაც და ჩვენ სპორტსმენსაც ყველა ცნობს და ყველა აფასებს და ეს სტიმულია სხვა თაობისთვის, რომელიც რო ხედავს რომ სიტყვაზე ჯეობარის გამარჯვებულს უფრო მეტი ცნობს და უფრო მეტ გადაცემაში იწვევენ და უფრო პოპულარულია ვიდრე ოლიმპიური ჩემპიონი ან რა ვიცი მე ფეხბურთელი რომელმაც მოიგო ყველაფერი გავიდა ევროპაზე და თამაშობს კარგ გუნდში ის ფიქრობს ის ბავშვი რაღა ფეხბურთზე შევიდე ან სპორტზე შევიდე ავალ სადღაც ესე შოუში და ასე კარგავთ ბევრ სპორტსმენებს ნამდვილად შეიძლება საკამათოა მაგრამ მე ასე ვხედავ ამ მომენტს რო ცნობენ ახლა ეს ძალიან კარგია ისეთებიც ცნობენ უკვე ვინც სპორტში ძალიან ჩახედულები არ არიან მე არ ვთვლი ესე რომ პირდაპირ პროპორციულია სანაკრებო წარმატება და კლუბური წარმატება ერთმანეთთან
თუმცა ხო, ვიღაცა ქართველები აუცილებლად უნდა გაიზარდნონ, რომ ეს ნაკრებში ჩანაცვლება მოხდეს, ხო, აქედან. და ისიც არის, რომ ყველა თითქმის მიდის ნორმალური ფეხბურთელი ვინც არის, ამ კვარაცხელია, ამარდაშვილმა და უფრო გაზარდეს ქართველ ფეხბურთელებზე ყურადღება და მე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ხედავთ საკლუბო დონეზე რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. ეხლა ამ საკითხთან დაკავშირებით ორნაირად უყურებ მე ამ პრობლემას. დანია, როდესაც გახდა 92 წელს ევროპის ჩემპიონი, დანიის თვითონ კლუბები ძალიან სუსტი იყო, არაფერი არ მოუგიათ არასდროს, პირველ წლებში ვარდებოდნენ როგორც წესი ევროთასებზე. მაშინ არ იყო ეს საკვალიფიკაციოები ასე შორს და ანდორის და იმის გუნდებთან კი არ აგებდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც კი შეხვდება იმას პოლონური ან ნორმალური გუნდი, იმ წუთში ვარდებოდნენ. ხა ჩვენ ყავს კოპენჰაგენი დანიის გაგდებული 4-1 იქ მოუგეთ, 2-1 აქ დინამო თბილისმა. არ იყო საკლუბო ფეხბურთი, ნახევრად პროფესიონალური ლიგა ყავდა და გუნდი გახდა ევროპის ჩემპიონი. ანუ ასე დროსაც შეიძლება კარგი თუ ამას შეეგუები, შეიძლება კარგი შედეგი გქონდეს. მაგრამ ეხლა ბოლოდან მესამე ადგილზე იყოს საქართველოს ფეხბურთში საკლუბო რეიტინგით, ხო? ეს სამარცხვინოა. გიბრალტარს და სან-მარინოს თუ ვიღაცას უსწრებთ მარტო. მე ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ ლატვიის რაღაც საფეხბურთო სკოლის გუნდი და ესტონეთის გუნდი და გიბრალტარის გუნდი შეიძლება გადიოდეს ყოველ წელს ჯგუფურ ეტაპზე, თუნდაც კონფერენცი ლიგის, აღარ ვამბობ მეზობლებზე, აზერბაიჯანელებზე და სომხებზე, რომელიც წარმოუდგენელია, რომ ვერ გავიდნენ უკვე ისეთი კარგი გუნდები ყავთ და ყარაბახი და პიუნიკი და კიდე მატულობენ და მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ მათ უფრო მეტი საშუალება აქვთ, ეს დაფინანსება აქვთ და რაღაცა ტალანტები ყავთ უფრო ან რა ვიცი. მე ვთვლი, რომ არასწორი მუშაობა მიდის ქართულ კლუბებში და სწორი მუშაობა თუ იქნება, ჩვენი გუნდები თავისუფლად უნდა გადიოდნენ ევროპის ჯგუფში. მე არ ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში ხვალ მოხდეს გუნდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონფერენს ლიგის ჯგუფში გასვლა ქართული გუნდებისთვის ორი გუნდი მაინც უნდა გადიოდეს ყველა ეტაპზე და არ უნდა ვიყოთ აი რა ვიცი ამ პრიბალტიკის ქვეყნებზე უკან რანაირად უნდა ვიყოთ ფეხბურთში. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ. ეხლა მე ფეხბურთელი არ ვიყავი, მაგრამ ეზოში რომ 11 ბიჭი შეგვეკრიბა, ვინც ყველა ფეხბურთის თამაში იცოდა მაშინ და წაგეყვანა ესტონეთში, იმათ საუკიმეთ ნაკრებს მოუგებდით ფეხბურთში. მე ვერ ხვდები ეს ამხელა სხვაობა რანაირად უნდა დავკარგოთ და ეხლა სხვა ნიჭიერებით და ვის გაიხსენებ, ახლა შეადარებ, ქართველი ყოველთვის უფრო ნიჭიერია და შეიძლება არ იყოს ევროპის ჩემპიონატზე ან სოფლიოზე გასული, მაგრამ ფეხბურთელებს რო ჩამოთვლი, მაინც ჯობნია, ხო იმას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაც სწორი მუშაობის ფორმულა, რაც არ არის ახალი ველოსიპედი გამოსაგონი რა. უნდა ნახო სხვების გამოცდილება და სწორად იმუშაო, შეკრება სწორად დაგეგმო, გუნდს ჩააცვა, აჭამო და ავარჯიშო და გავა ეს გუნდი. არ არის ხდება ბევრი ისეთი რამ, რაზე საუბარიც შორს წაგვიყვანს, რომ მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ხალხს არიან ქართულ ფეხბურთში სამწუხაროდ, ეხლა ფედერაციას კი არ გულისხმობ, ქართულ ფეხბურთში ზოგადად არიან ხალხი სხვადასხვა პროფესიის და პოზიციაზე მომუშავე, რომლებსაც შეიძლება უფრო მეტად აწყობდეს ქართული ფეხბურთის ჭაობში ყოფნა, მეტი სარგებელი იყოს ამისგან, ვიდრე რომ აყვავდეს, განვითარდეს და ყველა გუნდი გადიოდეს ქვეჯგუფში, მათი შემოსავალი შეიძლება შემცირდეს. მე ასე უყურებ ამ პრობლემას. სხვა ახსნას მე იმას, რომ ჩვენ გიბრალტართან და იმასთან სან-მარინო და ანდორასთან ერთად ვიყოთ სამეზობლოდ, მე ვერ ვხედავ. იცით რომ ადგილს დავკარგავთ, ხო? მე რო გეუნებით თქვენს სასაცილოა ეხლა, მაგრამ ვის ადგილს? ხო გადავინაცვლეთ ერთი პოზიცია, ანუ იგივე პოზიციაზე ვართ, 53 პოზიციაზე ვართ. მე მგონი ამ მნიშვნელობა 53 იქნება თუ 52. 50 გარანტია იმისი, რომ 4 გუნდით გადიხარ. და ეხლა 3-ით გავალთ. აი ერთ გუნდს კარგავთ ეხლა. გავიგე, მაგრამ აზრი რაში არის, რომ აი ესეთი მდგომარეობის 4 გუნდი გავა. ახალგაზრდული ნაკრები ვერ ვიტყვით, რომ წარუმატებელი ყავს. ყველა უცხოეთში ხო არ, პირდაპირ უცხოეთში ხო არ იბადებიან ქართველები. ასაკობრივ გუნდებში ხო თამაშობენ, არა საქართველოში გაზრდილი და საქართველოს რაღაც აკადემიებში გამოზრდილი მოთამაშეები. ისინი იმ კლუბებში რატო არ თამაშობენ? აი ვინმეს ეს კითხვა რატო არ უჩნდება?
კვარაცხელია 16 წლის იყო დინამოში რო ითამაშა, დავითაშვილი 15-ის იყო, ჩაკვეტაძე 17-ის იყო, რა ვიცი, ჩამოუს ლოჩაშვილი 17-ის იყო, მამარდაშვილიც პატარა იყო, არ ითამაშა, მაგრამ განაცხადში ხო იყო. ანუ რა მდგომარეობს, რისი შიშია, რომ 17 და 16 წლის ბიჭები საქართველოს ჩემპიონატში არ ვათამაშებთ და ვიღაც ლეგიონერები ჩამოყავს, რომლებიც მათ ადგილს იკავებენ და ამათ არ ეხსნებათ გზა. ვერ ხვდები ვერაფრით ამ გამოცანას ვერ ხსნი და იგივე ყველა აკადემია რო შეხედავ მუშაობს ყავს აკადემიაში ბავშვის მოწყობა სასწავლო ხა მეც მირეყავს უამრავი ხალხი იქ იცნობ აქ იცნობ ბავშვის მიყვანა გვიდა ადგილი არ არის ანუ მოზღვავებულია ეს ხალხი და ანუ პრობლემა იმაში კი არის ბავშვი არ დადის ფეხბურთზე ან მონდომებული არის პრობლემა სხვა რაღაცაშია რომ ვზდით ნაკრებში არის და კლუბებში ვერ იყენებენ. რომ ეს კლუბები უკეთესად ათამაშენ. აბუაშვილს და აზაროვსაც ვათამაშებდით დინამოში. ჩემ ყოფნის პერიოდში 14 და 13 წლის იყო. თორე ახლა მართლა ძალიან პატარები იყვნენ. თორე სულ მინდოდა რომ ეგენიც გამოიყვანათ მოედანზე. და აი ეს მომენტია, უნდა ათამაშონ ეს ახალგაზრდები. სიტყვაზე ბათუმში ბათუმელი ახალგაზრდები ათამაშონ. გორში გორელი. კარგია ეს ლეგიონერები გუნდი რაღაცას აკეთებს და საქართველოს ჩემპიონატში უგებს მის მეზობელ რეგიონის გუნდს, მაგრამ შედეგს ევროპაზე იძლევა? ხო არ იძლევა რა. ესე იგი რაღაცა უნდა შეიცვალოს იქ და იმ ბავშვმა წააგოს იმ 17 და 18 წლისამ ერთი 3 წელი და 21 წლისამ მოიგოს. ქართველმა არ მირჩევნია ვიდრე გაურკვეველი ლეგიონერები, რომლებიც არ იგუგლება და რომ ჩაწერ სათამაშობდა და ვინ იყო და რა ღირდა, ვერ გებულობ, გამოდიან მოედანზე და თამაშობენ და აგებენ სამარცხვინო გუნდებთან, რომლის სახელებსაც გებულობ, მაშინ პრეტენზია მაქვს, რომ ყველა გუნდის სახელი ვიცი დედამიწის ზურგზე და ჩვენ რო შეგხვდებიან, მაშინ გებულობ და რო წავაგებთ, მავიწყდება მერე და რა ერქვა იმ ესტონურს პაიდი თუ რაღაცა დინამო თბილისი რო გამოაგდო არ გამიგი არც მანამდე არც მერე რო წახვიდე საფრანგეთში და იკითხო ლევადია ვინ არისო არავის არ ეცოდინება და დინამო თბილისი ეცოდინება ხა გულშემატკივარს იმიტომ რომ რა ვიცი ბრენდი იყო და ფეხბურთელები ყავდა და 100 გვაქვს აღებული და გვითამაშია და მოგვიგია და ნაკრებში ქვეყანა ფეხბურთელები ყავდა და იციან ახლა როგორც მე ვიცი ცრენა ზვეზდა და სტიაუა რუმინეთის და ასე შემდეგ დინამო ზაგრები ხორვატიის ხო ვიცი არა ეგრე იციან იმათ დინამო თბილისი და არ არის გასაკვირი ხა ლევადია არ ამგონია რომ იცოდნენ არა მე არ ვიცოდი ხო არ მოვიტყვები არ ვიცოდი ფაგუნდები კიდე ვისთანაც ვაგებთ ხო ვერც დავიმახსოვრე ნაწილის მაგას გეუბნებ ზუსტად ეგ არის პრობლემა თორე ხა რო წავაგოთ იმასთან მანჩესტერ იუნაიტედთან არავის არ გაგვიკვირდება ხო ორი კვირაა მე მგონი რაც მამარდაშვილი გამოჩნდა ლივერპულის შემადგენლობაში კვარამ კი მოიგო ყველაფერი რაც მოსაგებია და ბოდიშით რო ოქროს ბურთი წელს ვერ მოიგო მაგრამ მაგასაც ველოდებით ადრე თუ გვიან ყოველ შემთხვევაში გვინდა ჩვენ რა განცდა არის რომ არ ვიცი აი ამდენი ადრეც იყო ეხა ქართველები ბიზნესთანო ინტერვიუ ჩავწერე არ ველაძეები რომ გვახარებდნენო და შეუძლოდ გამდენო ისეთიო სად გვინახავსო მაგრამ აი ეს კიდე რაღაცა გაბევდნენ ასე ვთქვათ და არა რა თქმა უნდა ეს ეხა ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია და мотивация ჩვენი საქმისთვის მატულობს რა თქმა უნდა როცა ქართველი ეხა ხშირად მომისმენია ის რომ თქვით რომ საყვედურობენო რომ ემოცია გვაკლიაო და გვადარებენ კოტე მახარაძეს და ვთქვათ ეროსის ესეთი ემოცია ქონდაო და ავიწყდება ამ ხალხს ის რომ კოტეს და ეროსის ჩვენ სათაყვანებელ კომენტატორებს და ადამიანებს მიყავდათ დინამო თბილისის თამაშები და შესაბამისად ის ემოცია კაირაც ხდებოდა ტორპედო მოსკოვს თუ ლივერპულს თუ იმას კარცეის სხვა ემოცია ქონდა და ეხა სიტყვაზე დღეს უკვე ყველა ფეხბურთს ნახავ რაც კი დედამიწაზე ბურთი გაგორდება რომელიმე არხზე მაინც არის და ქართულ კომენტატორს რომ იყავს სიტყვაზე სელტა ბეტისი შეიძლება იმ გოლზე ის ემოცია ვერ მოთხოვო ეხა რომელიც გუცაევმა რო გაუტანა კარცეის და იყვირა კოტე მახარაძე მასე ვერ იყვირებ ეხა სელტას გოლზე რა ქვია იაგო ასპასი რო გაიტანს და ამიტომ ეს უნდა გავმიჯნოთ და ეხლა როცა ჩვენც ხო გვინდა რომ ეს რეპორტაჟები იყოს ემოციური ხო ამის გამო აი ეს ქართველი რო ემატება ხო
ქართველი რომ თამაშობს მოედანზე, უკვე სხვანაირი ემოცია მოდის. როცა კვარაცხელი ატყუებს კაცს, გაიტანს გოლს, ან იქ რა ვიცი დავითაშვილი საუკეთესო გოლებს იტანს, ან მამარდაშვილი აიღებს საოცარ ბურთს, ხო? მაშინ ემოცია ცხადია გაქვს და შენს სიამოვნებს, იმიტომ რომ შენ საყვარელ საქმეს აკეთებ და თან ემოციაც ჩართულია ამ ყველაფერში და ეხა ისე რთულია ხო რომ ეხა მე ხა თავს ვერ მოვიტყვებ და ყოველთვის ვამბობ რომ ტელევიზიაში რაც არ უხდება ყველაზე მეტად ეს არის ფეიკი. იმ წუთში ჩანს ეს ფალში რო არის და პირიქით უფრო გამაღიზიანებელია ჩემთვის როცა კომენტატორი მაჯერებს იმას რომ უესკა უელვას თამაშზე ეხლა ძალიან ნერვიულობს და მაგრამ უხარია. ან უხარია ან წინს რაღაცა. კვარაცხელი რო გადავიდა PSG-ში, მოკლედ აი მაგალითად მე რეალს გულშემატკივრობ მილიონი წელია და ვიღაცა ბარსელონას ბალებში გავს, არ ვიცი, ბურთი რო გააგორეს ბარსელონაში, მას შემდეგ, ხო? და ანუ ეხა ჩემპიონთა ლიგაზე მაგალითად რეალს რომ შეხვდა, ჩავხოცეთ ერთმანეთს, სახში მეგობრები შევკრიბეთ, ჩავხოცეთ ერთმანეთს, რომ PSG-ს როგორ არ გულშემატკივრობ, რეალს როგორ გულშემატკივრობ, გავიგე რომ ქართველი თამაშობს და რა თქმა უნდა, ანუ ძალიან გულშემატკივრობ, მაგრამ ანუ 20 წელია რომ რეალს გულშემატკივრობ, ცოტა ძნელია რომ უცებ გადაეწყო PSG-ზე. აი მაგ და ხოცავთ ამაზე სოციალურ ქსელშიც ერთმანეთს, სახლშიც და გარეთაც. თქვენ აი როგორ ფიქრობთ? რა ვიცი, მე არ მიმაჩნია სამშობლოს ღალატად შენ საყვარელ გუნდს რო უკომაგო ხა. საქართველოს ნაკრები რო ხდებოდეს, ეხა იმაზე რუმინეთს და რუმინეთისკენ იყო, არ არის მოსაწონი, თორემ მე ვარ დინამო თბილისია ჩემი პირველი საყვარელი გუნდი, მაგრამ სიტყვაზე ისე მოიტანა ცხოვრება, რომ სულ არ ვიყავით ეხა იქ და მით უმეტეს ბოლო წლებში და ჩემი საყვარელი გუნდი იყო მილანი ყოველთვის და ვქომაგობდი მილანს და ასევე მიყვარდა ბარსელონა. სხვათა შორის ბარსელონა იმ დროს მიყვარდა, როცა ჯერ ევროთასები არ ქონდა მოპოვებული და ვერც იგებდა და პირველად ჩემი ქომაგობის პერიოდში მოიგო კუმანის გოლი და კრუიფი იყო მწვრთნელი და ამანაც განაპირობა. ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, გაცილებით უფრო ლამაზ, მერე ვიდრე გვარდიოლას ბარსელონა თამაშობდა. და როცა პირველად ესენი ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, გაორება მჭირდა რა, რომ ბარსელონა მილანია და რა გავაკეთო ახლა მე და რომ გამოვიდნენ მოედანზე გასახდელიდან რომ გამორბოდნენ, იქ უკვე გაირკვა რომ მილანი ვარ, იმიტომ რომ დავინახე ორივე, ხო ვერ მოატყუებ გულს და შენ გონებას და მილანი ვიყავი. და მაგის მერე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ მაგის მერე ბარსელონას ვეღარ ვქომაგობ, იმიტომ რომ რაღაც ისე მიმაჩნია რომ უღალატე მას და აღარა მაქვს მორალური უფლება რომ იმ თამაშის მერე სადღაც სხვა გუნდთან უქომაგო. თუმცა სიმპათიები დამჭირდა. რაც შეეხება აი მილანი ნაპოლი იყო კვარაცხელიას იყოფნის პერიოდში და არ დაგიმალავთ რომ რა თქმა უნდა ხა კვარაცხელიას გოლები და ის გამიხარდებოდა, მაგრამ როგორც გუნდი მილანის გასვლა უფრო გამიხარდებოდა და ხო და აი ამაზე ხოცავთ არ ამგონია რომ ეს სამშობლოს ღალატი იყოს რა. იმიტომ რომ ხა ერიკ კანტონა არ არის პირველი იყოს გენიოსი დედამიწის ზურგზე, მაგრამ რა კარგი სიტყვები აქვს ნათქვამი რომ ადამიანმა შეიძლება გამოიცვალოს სამშობლო, შეიძლება გამოიცვალოს რელიგიაო, შეიძლება გამოიცვალოს ცოლიო, მაგრამ საყვარელ გუნდს ვერ ცვლისო. რომელსაც ქომაგობს, ის ქომაგი რჩება ბოლომდეო და რა ვიცი, მე მგონი ახლო არის, ხო? ფაქტია, რომ ეგრე მოხდა, იმიტომ რომ კვარაცხელია მოედანზეა, მაგრა გულშემატკივრობთ, მაგრამ აი ყველა დავჭით თავის გულს. რეალი პარი სენ-ჟერმენი თამაშობს და შენ ხარ რეალისკენ შენზე სტაბილიზება ამით არ გამიფუჭდება. მადლობა. და ბოლო კითხვა და მოკლედ ეხლა 4 სექტემბერს გვაქვს პირველი თამაში მსოფლიოს შესარჩევისთვის და თურქეთის ნაკრებია, რომელიც ევროპაზე ვნახეთ. იქ ვიყავი მეც იმ რაღაც 30000 ქართველში და ზუსტად ანუ სამწუხაროდ რეალობა ის არის, რომ გჯობნიდნენ მოედანზე, გაუმართლებლობაც იყო საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ ხო, მაგრამ რეალურად შედეგით ვერ ვიტყვით, რომ არ დადგა რეალური შედეგი. ხო. და ალბათ ისიც უნდა ვთქვათ აქვე, რომ ის გულშემატკივარი, რომელიც თურქეთს დორტმუნდში ყავდა, მე-12 მოთამაშე იყო და ამანაც ძალიან დიდი როლი განაპირობა. ბევრი ცხოვრობენ თურქები და ძალიან, ანუ მთლიანი სტადიონი თურქებმა რომ რაღაც ქომაგობა დაიწყეს, შემეშინდა რომ მეგონა რომ ინგრეოდა მართლა სტადიონი იმდენი იყვნენ, მაგრამ მოკლედ რთული მეტოქე ყავს ნახეთ კიდევაც ეს ევროპის ჩემპიონატზე და ზოგადად არც ვართ ადვილ ჯგუფში მოხვედრილები და ამაზეც რო გითხრათ
ვფიქრობ, რომ სწორედ თურქეთი არის ჩვენი ძირითადი კონკურენტი და მასთან მატჩები გადაწყვეტს გავალ თუ არა ჯგუფიდან. და გარდა იმისა, რომ იმ წინა თამაში კარგები იყვნენ, ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავთ და კარგ გუნდებში და ძლიერდებიან ისინი. ანუ ისინი მომატების ფაზაში არიან. ჩვენზეც შეიძლება იგივე ვთქვათ, მე არ ვიტყვი, რომ რაღაც ნაკლები შანსი გვაქვს, ან მეტი შანსი გვაქვს, ფეხბურთია, თამაშია და რა ვიცი, იმ კონკრეტულ ორ მატჩში ვინც უკეთესი იქნება, ის მოიგებს და არ არის არც შიშია საჭირო და არც ზედმეტი გადაფასება საკუთარი ძალების. ისეთი გუნდია, რომელმაც შეიძლება მოგვიგოს და შეიძლება ჩვენ მოვუგოთ და უნდა ვიბრძოლოთ და უნდა გავიდეთ ალბათ ამ ქვეჯგუფი ყოველ შემთხვევაში ყველამ ვიზეც არის დამოკიდებული ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის და წარმოუდგენელი ნამდვილად არ მგონია. ხა არ ვიტყვი რომ მგონია რომ რახან საქართველოს ნაკრები მიყვარს, ყველას მოუგებს, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს, მაგრამ არიან გუნდები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოუგონ უკვე, იმიტომ რომ ავიდნენ იმ სიმაღლეზე რომ რაღაც გუნდებს სუდათაც რო ვითამაშოთ, მაინც უნდა მოუგოთ, აი თურქებს კი ძალიან კარგად თუ ვითამაშებთ, არის იმის შანსი რომ მოუგოთ. ეს არის ჩემი მოსაზრება ამ ჯგუფზე და ვფიქრობ რომ ჩვენს ბიჭებს აქვთ იმის საშუალება, რომ 21 წლამდელებიც რა კარგები არიან, ვიღაცა იქიდანაც აუცილებლად დაგვემატება და ვფიქრობ, რომ გვაქვს იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავიხაროთ და შეიძლება უფრო მეტადაც.